მეგობრებო, როგორც იცით, მე ხა ვაშინგტონში მივდივარ. აღამდა უკვე დასვენების დროა და მეც გავჩერდი. ეხლა ვარ სამხრეთ დაკოტაში, Sioux Falls, ესე ქვია ამ ქალაქს, სადაც გავჩერდი. ეს ადგილი არის truck stop-ი, ანუ ისეთი ადგილია, სადაც ესე იგი ტრაილერები ჩერდებიან დასასვენებლად. და კომენტარებში შემხვდა მე რამოდენიმეჯერ ეს კითხვა, რომ ანუ სად ჭამთ, სად ისვენებთ, ან რა ვიცი, ან ტუალეტი არ გინდათ, ან რაღაცა და ესეთი კითხვაც იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს გადავიღო რა. სადაც ვარ ახლა გაჩერებული, ეს არის truck stop-ი. და გაჩვენებთ ახლა როგორ გამოიყურება ეს truck stop-ი, აი ეს ტრაილერები ჩამწკრივებულები რო არიან, ეს ესეთ სადგომებია, ზოგი სადგომი განსაზღვრული რაოდენობა არის ფასიანი, ხოლო რაღაც ნაწილი არის უფასო. თუ უფასო ყოველთვის დაკავებულია და გიწევს მერე ფასიან ადგილზე დგომა, რაშიც იხდი დაახლოებით $20, $20-25 ესე ღირს. ეხლა მე გამიმართლა, რომ შემოვედი, კი იყო სავსე, მაგრამ აი დავდექი. ვიღაც გავიდა და ზუსტად იმ დროს დავემთხვიე და მეც შევედი. ეხლა რა ხდება ამ truck stop-ზე? ესე იგი, აქ არის ყველაფერი, რაც მძღოლს ჭირდება. გარდა ავტოსადგომისა, არის ასევე აგერ ხედავთ თქვენ, ეს არის შაპი, ანუ შაპს ვეძახით ჩვენ, ეს არის სახელოსნო, სადაც შეგიძლია შეცვალო ზეთი და რაღაცა მცირე სარემონტო სამუშაო ჩაატარო. ეხლა დიდად აქ ვერავინ ვერ გაგირემონტებს ტრაილერს, იმიტომ რომ ამდენი ცოდნაც არ აქვს, მაგრამ ეხლა ზეთის შეცვლა, რაღაც ნათურების შეცვლა, თუ რაღაც ესე ელემენტარული საბურავის გაკეთება ან შეცვლა, ადგილზეც იყიდება, ესეთი რაღაცები შეგიძლია რა, მაგრამ ცოტა სერიოზულს ვერ დაავალებ. კი აიღებენ თავის თავზე, მაგრამ ვერ გაგიკეთებენ რა, ამიტომ აქ არ ღირს არაფრის გაკეთება. ეხლა თანქარია, არ ვიცი მე რამდენად გამოვა ეს ვიდეო, მაგრამ ვეცდები რომ მაინც გადავიღო. ესე იგი, ეს გითხარით, რომ შაპი, ანუ სახელოსნოც არის. ეხლა აქ არის კიდე დიზელი, ანუ სადაც ჩვენ ვასხავთ დიზელს. აი ხედავთ ალბათ წინ გაჩერებულები რომ არიან აი ეს ტრაკები. აი ეგ არის მანდ ვასხავთ დიზელს. დიზელი გალონებზე იყიდება, 1 გალონში შედის 3 ლიტრი და 840 გრამი მე მგონი. ესე რა. ასევე აქ არის აი scale აწერია, scale არის სასტორი. ანუ ჩვენ გვაქვს განსაზღვრული წონა, რომლის ზემოთაც უკვე აღარ შეიძლება რომ ტვირთი წაიღო და ამიტომ რომ არ მოხვიდე overweight, ანუ გადაწონვა არ მოგივიდეს, თუ გეეჭვება რომ ტვირთი მძიმეა, ან ცუდად არის განაწელებული სატვირთოზე, ამის გამო ჩვენ ვიწონებით, ანუ აი სასტორზე შევდივართ და ვიწონებით. და ეს სასტორი სათითაო აქსელებს, ანუ სამივე აქსელს, აი ეს არის რიფერი, აი ეს მაცივარი უყენია წირვანად. სამივე აქსელს გიწონის, ანუ თითო აქსელზე სხვადასხვა წონა უნდა გქონდეს. სხვადასხვა რა, ნუ ისია განსაზღვრული, რომ ესე იგი შესაბამისი წონები უნდა გქონდეს. ეხლა ის მაგ წონებსაც გეტყვით, მაგრამ არ ამგონი ესე დაწვრილებით საინტერესო იყოს. აი ეს არის ზუსტად ის სადაც ჩვენ დიზელს ვასხავთ, ეხლა წირასაც ხედავთ. ყველას აქვს ფასდაკლების ბარათი, ანუ რაღაც კომპანიებიდან და როგორც მე მაქვს და იმის მიხედვით ასხავენ. ამ ბარათით ასხავენ ამ დიზელს. ეხლა ეს truck stop-ი არ არის პატარა truck stop-ი, 190 ტრაილერი ეტევა აქ. 190 ტრაილერი ეტევა. ხო და მე უბრალოდ ეხლა გამიმართლა, რომ შემოვედი და იმ დროს გავიდა ვიღაც და გავჩერდი.
თორემ აი შეხედეთ ეს ახლა აქ გასაჩერებელი ადგილი კი არ არის, მაგრამ როცა გვიან შემოდიან ტრაილერები და ჭირს გაჩერება უკვე აღარავინ აღარ უყურებს სად გაჩერდება. თავარია რომ გზა არ დაკეტო, ასევე სასწორის გზა არ დაკეტო, აქ დიზელის ჩასასხმელი გზა არ დაკეტო და რაღაც ისეთ ადგილას არ გააჩერო, თორე თუ სადმე ნახავ ადგილს შეგიძლია რომ გაჩერდე. მეც ხშირად გავჩერებული ვარ და მძინებია ესეთ ადგილზე, სადაც წესით არ შეიძლება, მაგრამ გაჭირვებიდან გამომდინარე ესია. ამის გარდა აქ არის ასევე ესე იგი ამ ტრაკსტაპზე, ანუ ტრაილერებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე არის მაღაზია, რესტორანი, შხაპი, სადაც ესე იგი შეგიძლია მიიღო დუში, ასევე არის, ტუალეტები თავისთავად და და ყველაფერი იყიდება, რაც გჭირდება, ყველაფერი იყიდება რა, შენი პირადი საჭიროებისათვის დასაცმელი და დაწყებული ხაჭმელი დამთავრებული ყველაფერია რა. ეხლა იქით ხარ ეს, რასაც ხედავთ, იქით არის პატარა მანქანებისთვის და ცალკეა გამოყოფილი ტრაილერებისთვის. აი ეს არის, უყურეთ, welcome drivers რა წერია, მძღოლებს მიესალმებიან. აი ეს არის ის შენობა, სადაც ყველაფერია განთავსებული იმისთვის, რომ ესე იგი საშენო რაღაცა საჭიროებისთვის რაც გჭირდება ყველაფერი ნახო რა. ეხლა შევალ შიგნი და გადავიღებ, იმედია არ მეჩხუბებიან ამის გამო, მაგრამ ვეცდები რომ გადავიღო. აი ესე გამოიყურება. აი ესე იგი უყურეთ, აქ იყიდება სულ ტრაილერისთვის, აი თუ რამე გჭირდება სითხე, მუხრუჭების იქნება, ზეთი იქნება, ინჟექტორების საწმენდი იქნება, თუ რაც არის, ყველაფერი აი ზეთებიც არის. აი ტაბლო რომ არის, იმაზე არის რომ აიღებ შხაპს. ხო, ნომრების მიხედვით არის, რომ რიგია ეხლა. კია ბევრი, მაგრამ რიგი გიწევს რა და იქ გამოვა ტაბლოზე შენი ნომერი და დაეწერება სად უნდა შეხვიდე და შეხვდე. დასაცმელიც იყიდება. აქეთ რა გვაქვს? ხო, ამის აი სტრილმანები რა, რაც გჭირდება. ყველაფერია რა. აი აქ ეხლა აქეთ უყურეთ, აი შოუერს რა წერია, შხაპები, რესტრუმს, ტუალეტები, ასევე არის ლაუნდრი, სადაც შეგიძლია გარეცხო ტანსაცმელი. აი ნახეთ. აი შეხვალ და გარეცხო ტანსაცმელს და გააშვებ, საშრობიცი. ასაცმელებიც იყიდება, ეხლა რაც გჭირდება ისეთი შარვალი გინდა ეს კუდები. სპეციალურად ჩვენ ხო როცა ტვირთს ვიღებთ და რაღაც ესეთ მეებს ვიცმევთ, ჟილეტებს, ხელთათმანები. აქეთ ჩემო ბატონო ესენი არის CB Radio-ს ეძახიან, აი CB Radio, რაცია, ჩვეულებრივი რაცია, რომელსაც მანქანაში აყენებ რა. ტელეფონის დასამაგრებლები, სუვენირები, რა თქმა უნდა, დამტენები, ნაუშნიკები. აი ჩვენ გვეგზალებ, აი ეს ლუდი. ლუდიც არის, მაგრამ ეს ჩვენც არ არის განკუთვნილი. ეს რომ ვინმე დაგინახოს, რომ შენ ტრაილერში აიტანე ლუდის ბოთლი, ჩათვალე რომ პოლიციაში დარეკავენ, მოვლენ და დაგადებენ ხელბურკილებს და წაგიყვანენ ისე. სასმელები, ყველანაირი. აქ რა გვაქვს კიდე? ხო, აქ სნეკები რა, ანუ თქვენც ხედავთ ახლა რაც არის რა. აი
ყოველ დილით, ანუ რო ვიღვიძებ მე, შემოდივარ აი ასე ტრაქტორზე, ამას ქვია, ამ ტრაქტორს ქვია Pilot Flying J. მე აქ იმიტომ შემოდივარ ხოლმე, რომ საწვავის ფასდაკლების ბარათი მაქვს აი ამ ტრაქტორს. არის კიდე სხვადასხვა TA-ია, Laos-ია, სხვადასხვა ტრაქტორებია რა. ეხლა აი აქეთ არის რესტორანი. ტუალეტებიც ხო არის, რა თქმა უნდა. იქითაც იყო და აქეთაც არის. აი ეგეთ არის რესტორანი. აი ნახეთ. ეხლა დაკეტილია უკვე გვიანია. გვიან გავჩერდი, ვიარი აღარ გავჩერებული ვარ, ისე წამოვედი. აი ესეთი რესტორანია. სუფთა ამერიკული სტილის, ყველაფერი საუზმე გინდა ვახშამი გინდა თუ რაც გინდა, ყველაფერია რა, დილით კიდე გემრიელ საჭმელებს აკეთებენ. რა ვიცი, მე მომწონს. ნუ სიძვირეზე რა ვთქვა ახლა, იმიტომ რომ სიძვირით საშუალოდ აქ ახლა რომ შეხვიდე მაგ რესტორანში და შეჭამო, ხო, სადღაც ერთი $18-20 დაგიჯდება და მარტო ეს არ არის რა, პლუს ამას ემატება ცოტა ტაქსი, ასევე ემატება TP, ანუ ქართულად არ ვიცი რა ქვია, ანუ დამატებით რო ჩუქნი ფულს რა, უნდა აჩუქო. ეს არის ყავა. გემრიელი ყავა აქვს სხვათა შორის, ეს დასაფქვავი. მე ვსვავ აი ამას კოლუმბიას და ესეც კარგია. ეს ბრაზილიან ცოტა ლაიტია რა. კრიმერები. ეს სინაბონ ვაწერია, ეს არის ტკბილეული. ეხლა დილით გაიხსნება, ეხლა არ არის, მაგრამ გემრიელი ნამცხრებია და ეს. გვიანია ეხლა, ამიტომ აქ არც საჭმელი უწვიათ, აქაც იყიდება ცალკე საჭმელი, რესტორანში არ შეხვიდე. How you doing? Is okay, I'm recording. Okay. იო გადაირო, პრობლემა არ არისო. აი შეხედეთ. ლობიოცა სხვათა შორის. აი ნახე სუპი. ლობი. სიგარეტები. შეგიძლია ქეშიერთან გადაიხადო ფული, შეგიძლია შენთან გაატარო აქ. გენდობიან, იციან რომ არ მოიპარავ. ეხლა ზოგიერთ შეიძლება წაცდეს ხელი, მაგრამ მაინც ნდობის ხარისხი მაღალია აქ. ეს ბანკომატია. აი ესეთი სტილია რომ იცოდეთ, ეხლა იქ მე კომენტარებში შეხვდა რამოდენიმე კითხვა და მაგიტომ ანუ სად უჩერდებით და როგორ ავართ, იმიტომ ვიღებ ეხლა მაგას. და როდის გვაქვს ამისთვის გამოყოფილი დრო კიდე? ეს საუთ დაკოტა, სადაც მე ვარ ეხლა საუთ დაკოტაში, ანუ სამხრეთ დაკოტა. როდის გვაქვს მაგისთვის გამოყოფილი დრო, აქ ახლა ვინმე კი არ გამოგვიყოფს ამისთვის სპეციალურად დროს. ანუ ჩვენ უნდა გამოვნახოთ ეხლა, როდესაც თვით სასაღებად მივდივარ ან ჩამოსაცლელად მივდივარ, მე უნდა გამოვნახო ეს დრო, რომ აი ახლა ტუალეტი მომინდა, არ თვითი მინდა მასეთი და არაფერი, ხო, სადაც მინდა შევალ, მაგრამ აი ესე ტრაქსტაპები, ხო, ძალიან ბევრია, ანუ ამერიკის მასშტაბით, აი გზებზე, სადაც ჩვენ დავდივართ ჰაივეებზე, ყველგან არის, ანუ ყველგან შეგვხვდება, გათვალისწინებულია ცხოველებისთვის. მე მგონი, ხა ვინც არ იცოდა ამის შესახებ, ხა შეიძლება ბევრმა არ იცოდა, წარმოდგენა შეექმნა უკვე რომ როგორ ავართ, სად ჩერდებით და სად გძინავს. ანუ აქ ჩერდებით და ეს იმას ანიშნავს, რომ აქ რო გაჩერდებით წახვალ და სასტუმროში დაიძინეთ, შენ ტრაილერში გძინავს და უმრავლესობას, აი როგორ გითხრათ, 90% კიდე ეს ტრაილერი დახოქილი ყავს. და გიწევს ამ გუგუნში, გრუხუნში და ავიც ისეთ ხმაურში ძილი რომ არ ვიცი.
თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, ძალიან გამიჭირდა, ანუ ვერ ვიძინებ. ეხლა როგორც დედის იავნანა, ისე ჩამესმის, არც ამათი გუგუნი მაწუხებს და არაფერი, ანუ მძინავს შეულებრივად, მაგრამ ხო უცხო ადამიანი რომ მოიყვანო, უბრალოდ ვერ დაიძინებს რა, იმიტომ დაქოქილებით განა. ესეა ჩემო კარგებო, ესე იგი ეხლა მე ხვალ დამჩა გასავლელი, ესე იგი ეხლა ვარ სამხრეთ დაკოტაში, ხვალ გავივლი მონტანას, შემდეგ აიდაჰოს და უკვე ჩავალ ვაშინგტონის შტატში. სადაგზა რაღაცებს გადავიღებ, რომ თუ რაღაცა ისეთი შეხვდა, გადავიღებ რა აუცილებლად და გაჩვენე.